სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შედეკითხვას სვავს 6 წლის იუდა, ეს სახელი ძალიან ცნობილია, ივდითი და იუდაც იყენებენ ამას. The Judas, ინგლისურად არის Judas, იუდა ისკარიოტელი, მაგრამ იუდას როცა ამბობენ, Judith and Judah. ძალიან პოპულარულია და იმ იუდაზეა ლაპარაკი, რომელიც ძველ თქმაშია მოცემული, ხო? და ძალიან ცნობილი სახელი იყო ეს, ღმერთის ქებულს ნიშნავს. მას აინტერესებს, რამდენი წლის უნდა იყო, რომ ჯონ მაკარტურის ოსტატების სემინარიაში ჩააბარო. ეს სურათიც დავდებით, ნახეთ პატარა ბიჭი, რითია დაინტერესებული ახალგაზრდა, ხო? რამდენი წლის ახარ, იუდა ეკითხება, გამარჯობა, მე ჯუდა ვარ. გამარჯობა, ჯუდა, რამდენი წლის ახარ? 6-ის. ვაუ, 6-ის. მე მინდა შეგითხვათ, ყველაზე მინიმალური ასაკი რა არის, რომ შეგიძლია სემინარიაში წახვიდე. და ჯონ მაკარტური ეუბნება ძალიან იუმორით, ხო, წასვლა, სემინარიაში წასვლა, so you can go სემინარი, ხო, ჩაბარება, ხო, მე ჩაბარება თქვი, მაგრამ ინგლისურად ეს ეხერხებს და ჯონ მაკარტური ნახეთ რას პასუხობს. ყველაზე პატარა, ესე იგი, რამხელა ასაკისას შეუძლია წასვლა? საკმარისად დიდი ხარ სემინარიაში წასასვლელად. უბრალოდ იქ დარჩენა არ შეგიძლია. ჯონ მაკარტური პასუხობს, ასე რომ ვინც არ უნდა იყვნენ შენი დედმამა, მათ უნდა უთხრა და წაგიყვანონ სემინარიაში და მთლიანი ტური ჩაგიტარონ. რათა შენ პატარა გულში ჩანერგონ ის, რაც შეიძლება რომ მომავალში მოხდეს, კარგი? შენს დედას და მამას უნდა სთხოვო, რომ სემინარიაში წაგიყვანონ, პირადი ტური ჩაგიტანონ, რათა ის განიცადო, რაც შენ გონებაში სამუდაოდ აღიბეჭდება. რაც შეიძლება იყოს შენი უფლის გეგმა შენთვის მომავალში. მაგრამ ამის თქმის შედეგად თქვენ უნდა იყოთ 21 წლის. 21 წლის არის ის ასაკი, როდესაც შეგიძლია რომ წახვიდე. მადლობა და მადლობა სუხთის იუდაც, ჯუდაც, ჯონ მაკარტურს ამ პასუხისათვის.